ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრას და მოსალოდნელ გადაწყვეტილებებს ეხმაურებიან თბილისშიც. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მოკავშირე, ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ქვეყანაში დემოკრატიის დასამარებისათვის და ამ ქვეყნის იზოლაციისათვის პასუხისმგებელ პირებს უნდა დაეკისროს სათანადო პასუხისმგებლობა. ქვეყნის შიგნითაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გულისხმობ, ქვეყნის გარეთაც სანქციებს და სხვა ტიპის ეწოლას გულისხმობ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გართულებები, მაგალითად ავტოკრატიული უნგრეთის ფაქტორი, რომელიც წლის ბოლომდე არის კონკრეტულ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული და შეიძლება საფრთხე შეუქმნას კოლექტიურ გადაწყვეტილებებს, იგივე სანქციების მიმართულებით, მაგრამ ინდივიდუალურად ქვეყნებს ვერავინ ვერ შეუზღუდავს სანქციების დაწესებას და ეს პროცესი დაწყებულია. არის გამონათქვამი, რომ ის ვინც ებრძვის ურჩხულს, უნდა დაფიქრდეს და თავად არ იქცეს ურჩხულად. და ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოში, რომ იმდენად გართული არიან რუსეთთან ბრძოლით, რომ თავად ნელ-ნელა ითვისებენ იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. და ამიტომაც ვამბობ მე, რომ დღეს საქართველო არის ტესტი ევროკავშირისთვის, მათ შორის დღევანდელი და ამ კვირაში სხვადასხვა სტომისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. საქართველო არის ტესტი ევროპისთვის, დარჩება თუ არა ევროკავშირი ერთგული იმ დეკლარირებული ღირებულებებისა, რომელზეც ხშირად საუბრობენ, დარჩება თუ არა ის ერთგული დემოკრატიისა და ხალხების ნების აღიარებისა, თუ აირჩევს გზას, რომ სხვა ქვეყნებში ჩაერიოს ხალხის ნებაში და შეეცადოს სხვა ქვეყნებში მართული დემოკრატიის ჩამოყალიბებას, სადაც ხელისუფლებად ჩათვლია მხოლოდ მათ, ვინც მათ გემოვნებაში და პოლიტიკურ დღისწესრიგში ჯდება. ფინანსარ არის დაახლოებით ცნობილი ის რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული, ამასთან დაკავშირებით გამოსულია გარეთ ინფორმაცია, განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური რაც ვუძლებთ მაგიდაზე არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდების შემოღება, ისიც ქართული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, ანტიქართული ნაბიჯი, იმედია რომ საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსების და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში დანარჩენ სავალალოდ.